სიუჟეტის თემა კულტურა. მითი. ევროკავშირში გაწევრიანება უდრის ქართული კულტურის ჰომოგენიზაციას. ევროკავშირი არის სივრცე და გაერთიანება, სადაც ყველა სახელმწიფო, ყველა ქვეყანა და საზოგადოება არის თანასწორი. ევროკავშირის მთელი სიძლიერე და მომხიბვლელობა მის მრავალფეროვანებაშია. სწორედ ამიტომაც არის, რომ ევროკავშირი ქვეყნებს, რომლებიც მისი წევრები არიან, ეხმარება საკუთარი კულტურის, იდენტობის, ხელოვნების განვითარებაში, შენარჩუნებაში, მხარდაჭერაში, იმიტომ რომ ამაში ხედავს, ამ მრავალფეროვანებაში ხედავს ევროკავშირი თავის ძალას, ევროპის ძალას და შესაბამისად დასავლეთის ძალას. რასაც ჩვენ ქართულად ვთვლით, რითაც ჩვენ ვამაყობთ, ვისითაც ჩვენ ვამაყობთ, ვისი საქციელი მიგვაჩნია სანიმუშოდ, ვის საქციელს უყვებით ბავშვებს ზღაპრებად, ლეგენდებად, რაზეც ვის მაგალითზეც გვინდა რომ ავზადოთ მომავალი თაობა. რა არის ჩვენთვის თქვა რა მოგენატრება თქვა რა ყველაფერი ეს აბსოლუტურად ყველაფერი ეს დაკავშირებულია დასავლეთთან. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ რაღაცა საამაყო მომენტს ან საამაყო ფიგურას მაინც რომელიც აღმოსავლეთთან იყოს დაკავშირებული. კი აზიაში გაქვს ფეხი გადგმული, მაგრამ შენ ხარ მენტალურად, ცხოვრების წესით, ისტორიულად მრავალი საუკუნის განმავლობაში ევროპა. ეს ერთ-ერთ არგუმენტად თქვათ ამისას მოყავთ ბევრს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია საქართველოს თქვათ ეს ქრისტიანული არჩევანი, დიოფიზიტური ქრისტიანული არჩევანი და არა თქვათ მონოფიზიტური აღმოსავლეთ საქრისტიანოსთან, დასავლეთ საქრისტიანოსთან კავშირი, მანამდე ქრისტიანობამდე რომთან კავშირი ჩვენი. მერე შუა საუკუნეებში, რა ვიცი, უამრავი მაგალითები არსებობს, უამრავი გერმანელი ეპისკოპოსის ჩამოსვლა და ხელდასხმა სვეტიცხოველში, მერე საერთოდ აი ინტერესი და სიყვარული აი ევროპული სიბზნის და კერძოდ საბერძნული სიბზნის მიმართ, რაც იგივე შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში პლატონს ისე ახსენებს, გეგონება მისი პედაგოგი იყო, თქვა, ცოტა ამაზე თუ მიდგა საქმე. მე ძალიან მიხარია ის, რომ უამრავი ქართულად თარგმნილი სოფლიო ლიტერატურა გვაქვს ახლა ჩვენ. მე ვარ ის თავმთავობის წარმომადგენელი, როდესაც ჩვენ ყოველთვის გვესმოდა სკოლაში, გვესმოდა საზოგადოებრივ ადგილებიდანაც, რომ სამწუხაროდ ქართული ენა ვერ არის ისეთი პლასტიკური და ვერ არის ისეთ ფორმაში, რომ თქვათ გაუძლოს სოფლიო კორიფეების თარგმნას. იქნება ეს თქვათ ფრანგული ლიტერატურა, იქნება ეს თქვათ ანგლო-ამერიკული, გერმანული ლიტერატურა. გავიდა წლები და აღმოჩნდა რომ ჩვენივრად რა არც შემოთავაზება ამას სანაცვლოდ გეუბნებოდნენ იმას რომ იცით რა რუსული უფრო პლასტიურია, უფრო მორგებულია და ევროპულ ენებთან და ამიტომ ყველაფერი ეს გვინდოდა ჩვენ თუ არ გვინდოდა ჩვენ იზოლებული იყავთ ყველაფერი პირადად ყველაფერი რუსულად მაქვს წაკითხული, იმიტომ რომ ინგლისური უცხოენოვანი წიგნები სახელმძღვანელოს გარდა ისიც რომ რაღაცნაირად შემოტანილი სამსახურებიდან გამოტანილი ჩვენ არ გქონდა არანაირი, გქონდა ყველაფერი რუსულ ენაზე. რუსული რამდო ეს კლიშე გამზიარი რომ თუ კი შენ გინდა სოფლიო ლიტერატურას გაეცნო, აუცილებლად უნდა მოხდეს ეს რუსულ ენაზე და ქართულად არ ითარგმნება არაფერი. მახსოვს ბავშვობაში რომ თქვა როგორი ითარგმნა პირველად ეს ულისე, ნიკო ყიასაშვილის მიერ იყო რაღაცა იგივე არ მახსენდება ეხლა, მაგრამ იყო რამდენიმე წარმატებული მაგალითი, მაგრამ მიზახდნენ რომ ეს გამონა ეკლესია ეს ესე ვერ იქნება. საბედნიეროდ ეს აღმოჩნდა რომ ეს ერთ-ერთი დიდ წყვილთაგანი, რომელშიც ჩვენ მაგალითად ჩემი თაობა ცხოვრობდა. მე მახსოვს ერთი ჩემი გერმანელი მეგობარი, რომელიც ძალიან გავლენიანი და ავტორიტეტული პიროვნებაა თავის სფეროში, საგამომცემლო და ლიტერატურულ სფეროში, ერთ-ერთ ძალიან ისეთ სერიოზულ შეხვედრაზე ამბობდა, რომ ჩვენ გერმანიას გვჭირდება მეტი საქართველო ევროპაში. აი ასეთი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სურს გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი და მარტივია დავუსვათ კითხვა ჩვენს თავებს, გავიხსენოთ ჩვენი ისტორია. ვინ ებრძოდა საუკუნეების განმავლობაში ქართულ ენას და უკრძალავდა ქართველებს სკოლებში ქართულ ენაზე სწავლას და საუბარს, რა თქმა უნდა რუსეთი. ისინი ქართულ ენას ძაღლების ენას ეძახდნენ. მაშინ, როდესაც ევროკავშირი მცირე ენებზე მოლაპარაკეს საზოგადოებებს განსაკუთრებულად ეხმარება, რომ შენარჩუნდეს ენობრივი იდენტობა და ისტორიული კვალი. ვინ ანადგურებდა ეკლესია მონასტრებს და თეთრად ღებავდა უნიკალურ ქართულ ფრესკებს მეფის რუსეთიდან
დაიწყებული საბჭოთა კავშირის დამთავრებული თუ არა რუსეთის იმპერია. მაშინ, როდესაც ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებიან საქართველოს, რომ გადარჩეს გელათი, რომ გადარჩეს ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი და არაერთი უნიკალური ძეგლი. ამიტომაც დიახ, საქართველოს მომავალი არის და იქნება აუცილებლად ევროპაში. მითი. ევროკავშირი საქართველოს კულტურულ განვითარებაში ფინანსურად არ ეხმარება. ჩვენ როდესაც გადავაბარეთ ამ ახალ ხელისუფლებას ის რაც იყო, მაგალითად სამინისტროში 48 პროექტი გადავაბარეთ. 48. 48 და მარტო ერთი განხორციელდა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრამდე ვერ გააჩერეს წერილები, თუ იმის გაჩერება ცდილობდა. ანუ მე რას გელაპარაკები, თუ კი 13 წლის წინ 48 თემა ზუსტად, აი რასაც ვეხებოდი მე, თუ არსებობდა, ანუ გესვით რა ნიშნავდა ეს ყველაფერი 48 იყო კონტექსტში სოფლიოსთან და ევროპასთან. ყველა, აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ ამ კონტაქტის გარეშე, აი ურთიერთგაცვლა გამოცვლის გარეშე განათლება იქნება თუ გამოცდილება იქნება, შენ ვერ განვითარდი, ნულოვანი შანსი გაქვს, მინუს შანსი გაქვს რომ განვითარდი. თუ ჩვენ ზუსტად გავაცნობიერებთ, სად ვჭედავთ, სად გვიჭირს, სად გავეჭხირეთ, თუ ეს სწორი გააზრება მოხდება, თუ ამის სწორი მენეჯმენტი შედგება, თუ ეს ყველაფერი დადგება იმ რელსებზე, რაზეც უნდა იდგეს, შენ შეიძლება ნაბიჯი დიდი ნაბიჯით გადახტე და დადგე იმ თანამედროვე დონეზე, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი სწორი იქნა აწყობილი. აი ეს გადახტომა იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, არ არსებული თქვა თარგმნილი ქართულ მაშინ ითარგმნა ეს ქართველი წერილები ინგლისურ ენაზე, ამიტომ აი ესეთი ნახტომების საშუალება როცა მოგესპობა თუ თქვა აგიგზავნებენ ამ ევროპასთან ურთიერთობას, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი ისევ დაუბრუნდება იმ გამოქვაბულს, რაზეც პლატონი ლაპარაკობდა ბევრი საუკუნის წინ და ეს გამოქვაბულს ქვია რუსეთის იმპერია. ევროპა ეხმარება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, მოლდოვას და ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაერთიანების გზაზე დგას, რომ მოხდეს ჩვენი კულტურული პროცესების ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს რას ნიშნავს? რომ ქართული ლიტერატურა გამოიცეს სხვადასხვა ევროპულ ენაზე, რომ ბევრი მკითხველი შეიძინოს დასავლეთში, ევროპაში ქართულმა წიგნმა, რომ ქართველმა კინემატოგრაფებმა, რეჟისორებმა შეძლონ გადაიღონ საინტერესო, ხარისხიანი ფილმები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, რომ გაზარდონ ქართული კინოს მაყურებელთა რიცხვები საზღვრებს გარეთ. ევროკავშირი თავისი პროგრამებით, შემოქმედებითი ევროპის პროგრამებით ეხმარება ხელოვანებს, ეხმარება მწერლებს, თარგმნელებს, არტისტებს, მეცნიერებს, რომ მოხდეს დაახლოება ჩვენ საზოგადოებებს შორის, რომ ქართული კულტურა, რომელიც ისედაც ჩვენ გვჯერა და ეს ასეა, რომ ევროპული კულტურის ნაწილია თავის ისტორიიდან და წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ თანამედროვე ქართულ კულტურაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ფეთქავდეს და ძალიან ღირსეულად ჩანდეს თანამედროვე ევროპული და დასავლური კულტურის რუკაზე. ამ ხელაპატივია დასავლეთისთვის, როდესაც ესეთი მატერიალური კულტურის, ესეთი ისტორიის ქვეყანა ანდობს თავის საგანძურს. იცით რა შეასაქმე დღევანდელი ჩვენთან ისევ არ არის სწორი გაგება რესტავრაცია თუ როცა არის საუბარი რესტავრაცია გულისხმობს აი დას გელათში მოხდა რომ მიახატეს რაღაცა ჩამორეცხილი სახე მიახატეს ვითომ ესეთი იყო არ იყო ეს ფეიკია ეს არ შეიძლება ტყუილია ეს ყველაფერი დღევანდელი რესტავრაცია ეფუძნება ძალიან სერიოზულ განათლებას და ცოდნას ქიმიის, ბიოქიმიის, რა ვიცი, ფიზიკის, უამრავ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემოვიდა ძალიან დიდი დოზით, რომ დააფიქსირო და გადაარჩინოს. ხო, რაღაცის კაი ხელი მაგდა რესტავრატორი, კაი ხელი, რესტავრატორი დღეს უკვე ბიოქიმიკოსია თუ შეიძლება ისე თუ უნდა იცოდეს, როგორ გააჩეროს ეს პროცესები, თუნდაც ის კატასტროფა რაც გელათში ხდება. და სწორედ აი ამ არაპროფესიონალიზმი და უთავბოლობის შედეგად მივიღეთ ის ამბავი, რომ ჩვენს ქრესტომატიულ ძეგლს თვალსა და ხელში ვერაფერს ვერ ვშვენთ, აი ვერაფერს. აი ესე ხდება. და ამის მოწმეები ვართ ჩვენ. ამიტომ ეს დახმარება, ეს დასავლური იქნება, ეს არასოდეს ვარი არ ვთქვათ მათ აი ამას. არასოდეს ვარი არ. არც არასოდეს არ დაგვჭირებია ბევრი ახსნა ისთვის გვინდა ეს. ვეუბნებით აი ამდენი და ამდენია საჭირო, აი ამის და ამის გადასარჩენად. არც უვაჭრიათ არასდროს არავის ამ თემაზე.
მითი. ევროკავშირის ფინანსური დახმარება კულტურული პროგრამებისთვის პირობითია და სინამდვილეში არა ჩვენი, არამედ ევროპული პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია. მხარდაჭერა და დახმარება მეგობრებისგან არასოდეს არ გულისხმობს რამე მზაკრულ გეგმებს და ეს თითოეულმა ხელოვანმა და არტისტმა, რომელსაც უთანამშრომლია დასავლურ სტრუქტურებთან, ევროპის ქვეყნებთან ძალიან კარგად იციან თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს სხვადასხვა ქვეყნების სახელოვნებო ჯგუფების მიმართ, ამ ქვეყნების კულტურული პროცესების მიმართ და რადგანაც ევროკავშირის სიძლიერე არის მის განსხვავებულობაში, მის მრავალფეროვნებაში და მის პოლიფონიურობაში, სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ჩვენი საიმედო მეგობარი და პარტნიორი. ყველა დახმარება რომელიც გამოიყოფოდა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა და მხარდაჭერა გაგრძელდება, გამოიყოფოდა სწორედაც რომ ქართული კულტურის კეთილდღეობისთვის, მისი განვითარებისთვის და ჩვენი ხელოვანების და კულტურის მხარდაჭერისთვის. იცით რას გავს ეს ყველაფერი, რას მაგონებს? მაგონებს ძალიან კარგად პირველი მცდელობები რო იყო ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან 90-იან წლებში, ერთ-ერთ მაშინ გაზეთი, მაშინ სად იყო ელექტრონული მედია, მაშინ იყო გაზეთი. ერთ-ერთ გაზეთში ვხედავ წერია სტატია, რომ აი ეხლა ბატონო, ამერიკელები შემოვლენ საქართველოში. აი ძალიან ზუსტად კაი რაღაცა გამახსენდა. ამერიკელები შემოვლენ საქართველოში, ნატოს გულისხმობდნენ ეხლა ამერიკის მიღმა. შემოვლენ საქართველოში, იმას იზამენ, რომ დაიპყრობენ საქართველოს. ქართველები მათ უნდათ საჭმლის გამო, რა იციან, ამერიკამ საქართველოს სადარი ის არის უდა 90-იან წლებში და რა საჭმელი, რა ღვინო. ქართველებს გადააქცევენ ჩოხიან ოფიციანტებად. ანუ ის ყველაფერი ის, რასაც როგორც რუსეთი გიხედავს. ის დააბრალეს ამერიკელებს, ეს ამერიკელი ჯარისკაცებს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად ჩამოდიოდნენ, სად იყო ეს ქვეყანა, რა დისი ჯორჯია, რა რომელი ჯორჯ შტატი იციან, მერე ნენდან რა ძალისხმევა დაგჭირდა იმისათვის რომ გაგვეგებინებინ ამერიკისთვის რომ ვარსებობ ჩვენ აქა ვარ ცოცხლები ვარ ჯერ კიდე და ვიშველეთ რაღაცა გვინდოდა გვეთქა და შესაბამისად აი რასაც მიაწერენ აი ამ რაღაცა deep states და ამ რაღაც ევროპული ინტერესებს სიტყვა ევროპული ამოაგდეთ ჩადეთ რუსული და ეს არის ის ზუსტად ის რაც რადგანშიც ვართ ახლა ჩვენ რასაც გიკეთებენ იმას აბრალებენ სხვას ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგები იქნება. მახსოვს 2010 წელს პარიზში ჰქონდა დიდი გამოფენა ქართული თეატრის და კინოს მხატვრობის. იქ იყო ჩატანილი კოსტუმები, მაკეტები, ესკიზები, ჭინჭრაქას ფარდა და 5 აღდგენილი ფილმი. 5 ცალი აღდგენილი ფილმი. ამ ფილმებში ეს იყო ჯიმ შვანთე, ჩემი ბებია, ქეთო და კოტე, კარგ ევროპულად რესტავრირებული. ქეთო და კოტე, მაგდანას ლუჟა, რადგან კანის პალმის თუ აქვს მიღებული და ფიროსმანი ერთი ფერადი. ეს 5 ფილმი რო ნახეს, პარიზში როგორ მნიშვნელობა აქვს ახლა კინოსამშობლოში, ახლა კინომცოდნე რო იტყვის, რომ სავარაუდოთო გადასახედია ევროპული კინოს ისტორია, როცა ამაზე არის საუბარი. ნუ ჩათვალეთ, რომ ეს დიდი გამარჯვება არის. ხლა გითხრათ, არ იცოდნენ ამ ფილმების არსებობა. ნახეს ის რომ 26 წელს, როდესაც არის პირველი გიჟური შედევრები იდგება, ბინუელი იღებს, საურდოდალი იღებს, ის ამ დროს შენ აქ კოტე მიხაბერიძე და კალატოზიშვილი არანაკლებ მხატვრული მნიშვნელობის ფილმებს იღებენ აქ. დიახ, გადასახედია ევროპული კინოს და კულტურის ისტორია, იმიტომ რომ ქართველები შემოდნენ რაღაცა ძალიან ენერგიულად. როდესაც შენ გიძახიან იმისათვის, რომ რაღაც რამდენიმე წლის რემონტის შემდეგ გრან-პალე პარიზში იხსნება და გთავაზობენ, რომ მოდი ქართული ექსპოზიციით გავხსნათ გრან-პალე რემონტის შემდეგ დიდი საგამოფენო დარბაზი პარიზის გაიხსნას ქართული ექსპოზიციით. ეს ჩვენი ყველას გამარჯვება არ არის? რამე მსგავსი გაგიგიათ რუსეთში? რაღაცა მსგავსი რა ევროპული პოლიტიკა ვიღაცამ შემოვიდეს ქართული ისწავლოს, გინახავთ რომელიმე რუსი რო ქართულად ლაპარაკობდეს? რამდენი ევროპელი მეცნიერი ვიცი რომ ქართული იცის? და არც ვერც წარმოუდგენია სხვანაირად რომ არ თუ არ იცის ქართული, ესე ქართული თან უნდა იყოს დაკავებული, თუ ჯერ უნდა ის ენა ისწავლოს. მითი, ევროპული განათლება უდრის ანტიქართულ განათლებას. სწავლა განათლებაში არის თავისუფლება თუ გინდა გაუნაცვლებელი თუ ხარ გამორიცხული ამბა ვერ მიაღწევ თავისუფლებას. თავისუფლება არის განათლებაში. როგორც კი განათლება, როგორც ევროპული განათლება მიიღო სოლომონ დოდაშვილმა 200 წლის წინ პირველი აჯანყების სულისჩამდგმელი ეგ იყო. ფილოსოფოსი, რომელსაც შალომონ ცუბიძე ამბობს, რომ
მოახერხა ის, რომ მიუხედავად რომ ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და დააპატიმრეს, გადააცახლეს ყველაფერი, მან უკვე თავის რაღაცა პირველ ნაშრომებშიც კი მოახერხა ევროპულ ფილოსოფიასთან თავისი დამოკიდებულების ჩვენება და როგორც კი განაცდნენ ქართველები ისე, როგორც თქვა, რასაც რამაც გააერთიანა, მაგალითად თერგდალეულები მომენტალურად იწყება ის, რაც იწყება, ჩდება, თქვა ის ერის მამების ეპოქა, ეპოპეა იწყება. როგორც კი დასავლური განათლება უშუალოდ დასავლეთში მიიღეს, ჩვენ გვაქვს უკვე უნივერსიტეტი. ანუ ეს არის საფუძველი იმ პირველი რესპუბლიკის, რითაც ჩვენ მოვდივართ დღემდე, თუნდაც თქვა, ხო, რასაც ებრძვიდა დღეს შეხედეთ, ახლა რას ებრძვიან, სწორედ ამ განათლების სისტემას, ებრძვიან 12 კლასის ვარ იყოს, რომ ვერ წახვიდეს სასწავლო დასავლეთში. რომ რაღაცა ერთი ქვეყანა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ეს ყველაფერი ეს არის მიმართული იმაზე, რომ რაღაცნაირად ჩაკლან, ჩაგახშონ, უამრავი რაღაცა კეთდებოდა სამხატვრო აკადემიაში. კიდევ უფრო ბევრი რამე იგეგმებოდა. ძალიან ხშირად გაიგებთ, მაგალითად, აღშფოთებული კი არა და რაღაცა მე პროტესტი ხელოვანთა შორის გაიგებდით, მოკრავდით ყურს ეგეთ რაღაცას, ალბათ კრეატიული ინდუსტრია, ამბობენ ხოლმე ეგეთ სიტყვებს იძახია. კრეატიული, მე გინდა გითხრათ, რომ კრეატიული ინდუსტრია პიონერები გახდა და გახდით ჩვენ მაშინ ცოტა იმ სისხლიანის ლატის ბოლო 4 წელიწადს ორი დიდი პროექტი განხორციელდა და ეს არის ქართული სუფრა და სუვენირები საქართველოდან. აი ეს წიგნი სწორედ კრეატიული ინდუსტრიის შედეგი არის, აი ეს კატალოგი, სადაც არის 100-ზე მეტი ხელოვანი ქართველი ხალხური რეწვის და ქართული ხალხური ხელოვნების წარმომადგენელი, სადაც მითითებულია მათი ტელეფონები, იმეილი, მისამართი და სახელმწიფო უფასოდ, უსასყიდლოდ უბეჭდავდა ამას ამ ხელოვანებს, ვარიგებდით ამას საელჩოებში, ავიაკომპანიებში, უცხოურში, საიდანაც ის ტურისტი იქნება თუ საქართველოში მომუშავე უცხოელი ნახავდა, რომ თქვა მოსწონს ეს რაღაცა ოქროს ნაკეთობა, ხედავს ფასს, ხედავს ტელეფონს, ხედავს მეილს, პირდაპირ უკავშირდება ხელოვანს და გადის ხელოვანთან კავშირზე. ანუ თქვენ ხვდებით რა რამდენი ხელოვანი დასაქმდა საქართველოში ისე რომ ჩვენ არც ერთი კატალოგის დაბეჭდა იწვევს აი ამ რაღაცას. ყველამ ნახა ხეირი ამ სიტყვის პირდაპირ და დღემდე გრძელდება ეს ტელეფონი ვერ შეუძლია ამ ხალხს. სადაც ეს არსებობს, ესენი აი ამ პროდუქციას თავისას ეს გახლავთ კრეატიული ინდუსტრიის რევოლუცია, თუ შეიძლება ესე ითქვას. აი, როდესაც სახელმწიფომ ჩადო უმცირესი მიზერული თქვა რაღაცა დანახარჯი ხონდა აი ამ ძალიან მაღალი ხარისხით დაბეჭდილ ავსტრიაში დაბეჭდილ კატალოგში და ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა უსაზღვრო დღემდე. ეს გამოდის ყველაფერი. ამიტომ რა იყო ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვიჯექით აი ამ წარმოდგენაში, რომ აი თქვა რა არის ქართველი? ქართული ეს არის თრალი, სუქანი, ღიპიანი, ულაშებიანი კაცი, რომელსაც ჩოხა შემოეცვლითა ტანზე. დაახლოებით აი ეგეთი რაღაცა ეს არის. აი ეგეთი სუვენირები, სუქანი კაცები რო ქვევრებს დროს ხედავთ. ხوارში ეგ ხوار არის ჩვენ ქვეყნის სახე. მაშინ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ როგორ დავიჯეროთ ის ამბავი, რომ არ შეიძლება ვთქვათ აღმოჩნდეს ისეთი მეწარმეები და ხელოსნები და ხელოვანები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ აი სწორედ აი სუვენირად ვარგოდეს მე და აღმოჩნდა რომ არის ძალიან ბევრი ძალიან სერიოზული ხალხი ულამაზეს ნივთებს ამზადებენ, იქნება ეს ტანსაცმელი თუ იქნება ეს ყოფითი ნივთები თუ იქნება ეს სუვენირები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ეს ხალხი პირდაპირ გავიდა ევროპაზე და ამერიკის დასავლეთზე. ევროპაზე და დასავლეთზე ამ ხალხმა ამოისუნთქა ევროპის და დასავლეთის საშუალებით.